როდესაც არაბებმა ქართლი დაიპყრეს, თბილისში დასვეს თავიანთი ამირა, ის ამირა აკონტროლებდა აქ ყველაფერს. გრიგოლ ხანძთელი ამას მიხვდა, იმიტომ რომ ის იზრდებოდა ნერსერის თავის ოჯახში, სადაც სხვათაშორის აბოც იყო. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ დიდი ალბათობით. გრიგოლ ხანძთელმა დაინახა, რომ მარტო იარაღით ბრძოლა, აი რასაც ნერსე ერისთავმა თავისი მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ის მოდის ტაო-კლარჯეთში, მორვანყრუსაგან აოხრებულ ტაო-კლარჯეთში, გაუდაბურებულ ტაო-კლარჯეთში, იმიტომ რომ ჟამიანობაც დაერთო შავიჭირის ეპიდემია. და აი აქ ქმნის, სხვათაშორის რეზო სირაძე ამბობდა ამას, აი აქ ქმნის ქართლის ნაცვალ პოლიტიკურ ცენტრს. და როგორ ქმნის ამას? არა მარტო რაღაცა ძალმოსილებით, არა მარტო ვერტიკალური იერარქიით, არამედ განათლებით. ეს ეკლესია მონასტრების მშენებლობა არ იყო მხოლოდ რწმენის კედლის აშენება, ეს იყო განათლების კერების აშენება, რომ მაშინ სკოლები არ იყო. პირდაპირ დანიშნულება. იქ იბადებოდა, იხარშებოდა ეს იდეები და იღებდა რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებების ფორმატს. და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანების იდეა აქ დაიბადა და დაიწყო მოქმედებაც ამ იდეის სარეალიზაციოდ. ბაგრატ მესამეს დროს უკვე თბილისის გარდა საქართველო გაერთიანებულია, ხო? თბილისს 1122 წელს იღებს მერე დავით აღმაშენებელი.